გადაცემის ბოლო ბლოკი დიტოს ეძღვნება, უფრო სწორედ ამბების სპორტული ცხოვრება და დიტოს კი არ ეძღვნება, ანუ დიტო უძღვნის ადამიანებს, რომლებიც მართლა შეუნენიგო მე ვინ მარგებს. რა გამეკეთებია და დავწინასწარმეტყველე დიტო, კაი, ვიწინასწარმეტყველე და ანუ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი გადაცემის ბოლო ბლოკში ყოველთვის ისმენს ძალიან საინტერესო ამბებს კორიფეებზე, რომლებიც მართლა, რა ვიცი, რაც შეეხება სპორტს, აი ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩეტანილი და საინტერესოა ამ ადამიანების კიდე ანუ პასაჟები ცხოვრებიდან, გარდა იმისა, რომ არიან ხო ესეთი წარმატებულები და ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს დავიწყებ საუბარს ლევან თედიაშვილზე, ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო, სამგზის ევროპის ჩემპიონი, დიდი ტედი, ხო ასე უწოდებენ. ეს 1970 წელს მაშინ საკმაოდ პოპულარული გამომცემლობა Montreal Stars მიმოფხილველმა და შეარქვა რის საბადმცემლოდ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაუმარცხებელი და ფენომენალური ფიზიკური მონაცემების მქონე ასეთი სხარტი ჭაბუ ქართველი ახალგაზრდა თან ისეთი მომენტია, რომ ლევანი ხო ძიმეწონოსანი არის, ის გამოდიოდა არა საოცრად მოძრავი და სხარტი. ნინო მიხა მივესალმო ჯერ რა თქმა უნდა ჩვენს მსმენელს და ნინო მიხა მართებულად და კაის მოსრებულად აღნიშნა რომ აი თითქოს ხო ლეგენდები განუმეორებელი ადამიანები, მაგრამ იმდენი საინტერესო დეტალი იკვეთება, რაც ფართო საზოგადოებამ კი არა შეიძლება მაპატიე და ისე ოჯახის წევრებმა შთაომავლობამაც იმდენად კარგად არ ვაჭარბებ, მე მქონია ასეთი შემთხვევები, როცა რომელიმე დიდი სპორტსმენი შთაომავალს გაკვირვებულს უთქვამს, რომ ეს მართლა ჩემ წინაპარს ქონდაო, ხო, ნუ ასეთი რა დავიწყოთ კიტესა თედიაშვილით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე საგარეჯოელი კაცი დაიჭრა მძიმედ და საველე ექთანი შურა გრიკალოვა ჩამოიყვანა საქართველოში, უბრალოდ მოხდა მისი გაკომისიება და აი შეიქმნა ოჯახი და გაჩნდა ლევან თედიაშვილი. გაუსწრებ მოვლენას ნიკო და ვიტყვი საინტერესო რაღაცას, რომ შემდგომ სპორტულმა ჟურნალისტებმა გასული საუკუნის ეს ხო მაშინ დიდი ისეთ წარმომადგენლობითი დიდი ნებათაღელვის მომცველი ლევანი დაასახელეს გასული საუკუნის საქართველოში ნომერ მესამე სპორტსმენად. და ვიცი რომ საკმაოდ დიდი ნაწილი ამ აზრს არიზიარებს, იმიტომ რომ მათთვის პირველი ლევან თედიაშვილი ხო. ეს ისე რა თქმა უნდა ამას რა მე ყოველთვის ბევრჯერ მithქვავს და კიდევ რომ ამის დიფერენცირება იწვევს ძალიან დიდ უხერხულობას, არაობიექტურობას და არც თუ დადებით ნებათაღელვას, იმიტომ რომ ვიღაცისთვის შეიძლება ის წინ იყოს, ვინც დასახელდა იმ სამეულში, მაგრამ არის ნაწილი, რომელიც თედიაშვილის გაგონებაზე უბრალოდ არამარტო სპორტს, საერთოდ საქართველოა მისთვის წარმოუდგენელი, აი მისი არამარტო სპორტული მიღწევებით, არამედ იმ პიროვნული თავდადებით, ვისაც კარგად ახსოვს სამწუხაროდ უკვე იცი ეს ჩვენ სტაჟიან გულშემატკივარს უწოდებთ ხოლმე და უკვე საკმაოდ უკვე ისეთი მხცოვანი ასაკის მქონე ვის როგორ გარბის დრო აი არა უმოწყალოდ გარბის დრო არაფერი ჩვეულებრივად საგარეჯოელი ბიჭი პატარა ბიჭი და საკმაოდ გვიან 14 წლის დაიწყო ქართულ ჭიდაობაში ნახერხზე მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა და ეს ძალიან საშუალო და კარგი ეს ახლა ყოველთვის ამბობ რომ ეს დამოუკიდებელი ეს ჩემი აზრი არ არის ამას ყველა პროფესიონალი, მაგრამ ხო იცი როგორ ხდება ერთზე გეთახმებიან და მეორეს აკეთებენ და მესამეს უყურებ და რა ვალიკო მეკოგიშვილი იყო ჩინებული სპეციალისტი, ეს თვითონ ადგილობრივი საგარეჯოელი და ერთ-ერთი შეჯიბრება რომ ხშირი იყო მაშინ შეჯიბრებები კაკაბეთში მოწყობილ შეჯიბრებებზე ლეგენდარული არსენ მეკოგიშვილი ესწრებოდა და იმდენად მოიხიბლა რომ ეხა თვითონ მეკოგიშვილი რამხელა ფიგურა იყო ჩვენ ვისაუბრეთ და ჭიდაობის პროფესორად წოდებულ ვახტანგ ბალავაძის უწია ბიჭო ის ბალხს დააგვერდითო ეხა მომდევნოზეო და ბალავაძე შემდგომ იმაზე თვითონ ჩავიდა რომ ლევანის ჭიდაობა ენახა და ორი ამხელა ბუმბერაზი ბატონო საგანგებო ჩავიდა საგანგებოდ შემდგომ შეჯიბრება საგანგებოდ დაესწრო რომ უთხრა აი იმ ბალხს მიაქციეთ ბიჭო ყურადღება რაღაც სასაულიაო და ეხა ну არსენის თხოვნით ვახტანგმა და მე ვახტანგმა დიდი სამსახური გაუწია ეს მინდა აღვნიშნო რომ
თბილისის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ყველაზე დიდი წარმატება იყო, მაშინ ეს იყო უაღრესად წარმომადგენლობითი ტურნირი, რომელიც შემადგენლობით არც ევროპის და არც მსოფლიო ჩემპიონატს არ ჩამოუვარდებოდა მონაწილეებმა ხედველობაში და სატიტულო შეხვედრაში უშანსო დატოვა ლეკი იური შახმურადოვი. შახი ქონდა მეტსახელი ამ მოჭიდავეს და იყო იმ პერიოდში ლევან სანამ შეხვდებოდა ბეჭდაუდებელ ფალავანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი იყო. და თან იქ რა გამოიკვეთა? მუდამ ღიმილი, მთელი ჭიდაობის, ყველა ორთაბრძოლის განმავლობაში და ამას შეგნებულად კი არ აკეთებდა, შინაგანად მოდიოდა. და მე ბალავაძე მურჩია რომ აი ღიმილი არ მოიშორო. იმიტომ რომ მოწინააღმდეგე გამოყავდა წონასწორობიდან. და ფსიქოლოგიური თბილი ღიმილი იყო, აი ცვიერი სიტყვაში გადასწავლად აკეთებდა თუ ბუნებრივად? ხასიათი ბუნებრივად აკეთებდა, მაგრამ მე ურჩია ვახტანგმა რომ არც გაბედო, შეიძლება თვითონაც არაპირებდა, მაგრამ ეს უკვე პროფესიულ ერთ-ერთ იმაში გადავიდა საჭიროა და ამ თბილისის ტურნირზე მინდა ვთქვა რომ ეს გახარებული აქტუანებული რომ დაბრუნდა საგარეჯოში კარის მეზობლის ბიჭი რაღაც ცოტა უდირი არისო ეთქობა თლად გათვისნობიერებული ეგარ აგვიქენიო რისთვის ჩამოვედითო მთელი საგარეჯო რას არ გვაყურებინე ჭიდაობასო ანუ რატო სწრაფად მოიგეო ნუ ეხა ეს უდირი ლევანის ხო განუმეორებელი იუმორი ქონდა და ბიჭო რა გადაიხადე ბილეთშიო აუ მანეთიო და აი რაც გადაიხადეო იმის ვიჭიდავეო რა და ეს იმდენად სერიოზულად მიიღო ამ მეზობელმა რომ მერე ქითესასთან მამასთან დაიჩივლა რომ აი ეგეთ შვილი როგორ გაზარდეო ნუ ეხა ის მეზობლის ბიჭი ხო ის იუმორი თუ პასუხებდა დარწმუნებული არა ქითესას სასაული იუმორი ქონდა და ამაზეც მივალ იუმორი და ისეთი ხერხიანი ადამიანი იყო აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ აი ნინიკომ რომ ჩამოთვალა აი უმსხვილესი ტიტულები აქ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 7 გზის ფინალისტია. ეს პატარა ამბავი არა. არა, რა პატარა, ის ევროპას და მსოფლიოს უტოლდებოდა, ეს არის იარიგინ ბისულთანო მატეს ეპოქა. ეს იყო მექა, მსოფლიო ჭიდაობის მექა და მიჩნეულია ჭიდაობის ისტორიაში საუკეთესო ეპოქად. 7-დან მოიგო 3 ფინალი. ეს არ ვინმეს არ ეცოტაოს, იმიტომ რომ იქ რაღაც ასაული, მე იქ მზაჯობის ფაქტორიც რა თქმა უნდა, ხო ეხა არავის არ გაუხარდებოდა რომ კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე მარადიულად ქართველი ეხილა, ხო? ნუ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხო, არ შეიძლება არ აღვნიშნო კიდე საინტერესო რამ, რომ ბევრი კითხულობს და ბევრს ეშლება ხოლმე. არ წერენ სწორად, მაშინ დააკონკრეტე. ტიტულს აკლებენ რაღაც გარკვეული წყაროები წერენ ასე. ჩვენზე ქართველებზე თორე ინგლისურ, რუსულ იმაში წერია მსოფლიოს 5 ჩემპიონი. ჩვენები წერენ მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი. მაშინ დააკონკრეტე რომ მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში და ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში. ჯამში 5-ია. თუ არა კონკრეტებ 5 უნდა თქვა. თუ აკონკრეტებ, კი ბატონო, ეხა და ის ერთითი სამბოში როგორ მოიგო გეტყვი. ეს საოცარი რაღაც ეს თეირანში მოხდა და იქ სადაც შახის ამბავია. არა, შახი ამ შემთხვევაში შახზე მივალთ თეირანში მოხდა ნიკო რა რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილის ჭიდაობაში და იყო მაშინ საბჭოთა მოჭიდავეთა დელეგაციის ხელმძღვანელი ცნობილი პიროვნება იყო არკადი ლენცი და ჩვენებთან კარგად იყო დაიცხონებულ სწორედ ვახოძეა რო ახსენე ბალავაძე თხოვა რომ ბიჭო წონაშიო დიდი პრობლემა გვაქვს ეს ანგრევს ყველაფერს და მოდიო სამბოის გამოიყვანოთ მაშინ შეიძლებოდა დარეგისტრირება იმიტომ რომ სამბო და ის არ ემთხვეოდა ერთმანეთს სამბო ქონდა ბავშვობაში ნაჭიდავები თვითონ 3ჯერ თუ 4ჯერ რა ეხა დიდი ტრფიალი სამბოს რბილად რო თქვა ლევანი ნამდვილად არა ძალიან დიდი სხვაობაა ეხა ეს მთლად და ჩვენ თანამემოვლე გენადი გიორგაძე რომელიც სამბისტი იყო და იქვე თეირანში ამავე ჩემპიონატზე გახდა მსოფლიო ჩემპიონი უკვე მსოფლიო ჩემპიონის რანგში ლევანი თავისუფალი სტილი მთელი ღამე იორგიშა გიორგაძესთან რომ სამბოს ილეთები ბოლომდე შეეთვისებინა ერთ ღამეზეა საუბარი და
და მეორე დღეს რო დაიწყო ტრიბუნებზე ხარა. ერთ ღამეზეა საუბარი. ოღონდ მთელი ღამე გაატენეს. ნუ ერთ ღამეში აითვისა. ერთ ღამე. დიახ. აი კი, მთელი ღამე ივარჯიშა, ხო? ხო, აი კაი კითხვა. და აი მერე როცა აი დასვენებულიც არ ხარ, იმიტომ რომ სპორტსმენს ტურნირის წინ რაღაც გარკვეული პერიოდი დასვენება უნდა. კი, ჭირდება სერიოზული. თან გარდა იმისა, რომ საოცარი ტექნიკა ქონდა, ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. არა, უდიდესი, ნიჭი არ ქვია. ეს უცხო პლანეტელი იყო, ჩვენ რო უწოდებთ თანამედროვე ენაზე, ეს გენიოსებს გამოხვიდეს სამბოში, მთელი ღამე არ გეძინოს, თავისუფალში მერე სამდა და მოიგო. და გამოხვიდე იქ სადაც აი ხო გეუბნები რამხელა წყვეტა იყო ათეული წლების ის რომ სადღაც ბავშვობაში რაღაცა პატარა მოსინჯა და მე უცებ გეუბნები რომ სოფლიო ჩემპიონატზე გადიხარ. უცხო პლანეტელი. ასე ხო არა, იმიტომ რომ უცხო პლანეტელი იცი გენიოსი არის იცი ეს ცოტა ისეთი ქალაქური ფრაზა ისე ასეთ ადამიანებს ჩვენ გენიოსებს უწოდებთ და სავსებით აი ეს არის გენიოსების კატეგორია. ეს დიდზე მეტია რა, დიდი არის და იერარქიულად გენიოსი უმაღლესი კატეგორიაა. ნუ არ ვიცი ჯერჯერობით კაცობრიობაში ამაზე ზევით არ ავსულა. ეხლა პირდაპირ გაგებით უცხო პლანეტელი აქ. არა, პირდაპირ. ახლა მიშა შენ რო ბძანე ეს თეირანთან დაკავშირებით. არა, ეს შახი იყო სულ რაღაც ასაული, იმიტომ რომ განსაკუთრებული აი მონდომები და ჟინი ჭიდაობდა თეირანში, იმიტომ რომ სულ ეს ქონდა რომ რაც მაგათ ჩვენი წინაპრების სისხლიო რაც მაგათ წაგვალესო მოკლედ განსაკუთრებული ის ქონდა და დატვირთვა ქონდა. კი, და ქონდა რეალური. და თან როგორი მომენტია, როცა ეს იყო საერთაშორისო ოფიციალური ტურნირი, ზოგადად ამავდროულად თეირანში რო ყველა წამყვანი ფალავანი ჩასულიყო, შახი ამას კომერციული კუთხით ტვირთავდა და პირადი პრიზებიც იყო შახისგან სერიოზული. ოღონდ ეს პრიზები სამწუხაროდ არც ლევანიმდე და არც საბჭოურ მოჭიდავებდე არ მიდიოდა. არა, ეს მიდიოდა გოსკომ სპორტის გავლით. ამას შახს მეეჭვება ცოდნოდა და რატო? იმიტომ რომ უმსხვილეს ტურნირზე, სადაც ლევან შახი ჯერ კიდე იმდენად იცოდა ვინ იყო, მაგრამ არ იცოდა მისი პიროვნული თვისებები. ყავდა სულეიმანი. ეხლა ეს იყო შახის რჩეული ფალავანი. და მაშინ უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრების თავარი მსვლელი იყო აი ჩვენს მიერ ხსენებული ის შახი რო ერქვა მეტსახელი, ოღონდ ის იური შახმურადოვი თბილისის ტურნირი რომ მოუგო. მოვიდა და ბიჭო ლევანო ესეთ სიტუაციაო რომ შახის ფალავანიაო ნუ შახი პირადად ესწრება თელი თავისი ამალი ნუ თვითონ და რა უწაგიო $40,000 იხდისო ამან ახურად იუ თავის იუმორით რო უთხრა ბიჭო თავი დამნებ ხო იცი რა არის ისო უთხარიო რომ 80,000 უნდაო და ამით ლევანი ყვებოდა მე რომ ამით ვიფიქრე რომ ეს ხალხი მოვიცილე ორ ბრძოლის დაწყებამდე 5 წუთით ადრე მოდიან кейსი და 80,000 იხდიან გაგიჯდა კაცი თავიდან ეთამაშა კატათაგობანა ანუ დაიჭირა გაუშვა არაგდებს და მერე გაისრულა და მოხდა უარესი რა შახის აბალა სადაც ჭიჭდა ისეთი უხამსი ჟესტი გააკეთა სუდა ინგრა დარბაზია იქი და ლევანის გამოყვანა ცოცხლად ისეთი და ხო მოუტრიან და ხო კახელი იყო ენაცე აი არ ქონდა შიშის არანაირი ის არ ქონდა რა არ ვიცი ნუ რაღაცა ოცარი ის იყო არ შეიძლება ეხა არ აღვნიშნო ვინც ბევრმა არ იცის ლევანის დაძმაკაცება ამერიკელ ჯონ პეტერსონთან ძმები პეტერსონები იყვნენ საკმაოდ ცნობილი გათქმული კი და აი მაგას იყვები ზუსტად მაგას ყვები რომ ეხა როგორ იყო მონრეალის ოლიმპიადის ფინალში ჯონ პეტერსონის ძმა ბენი დაამარცხა 10-5 მიუნხენის ფინალში უშუალო ჯონ პეტერსონს მოუგო ანუ რის ხვად იქცა რა ამ ძმები პეტერსონების პარა ჯონს დაუძმაკას და ეხა ეს დეტალები არ ვიცი საიდან და მოკლედ ჯონი საქართველოში თბილისის საერთაშორისო ტურნირზე იყო ჩამოსული სტუმრად უკვე არა თუ და არც აიყვანა საგარეჯოში აბარა და უცებ კიტესა ქვევს მოხადა თავი და აი კიტესას ის აი ეს მოხერხების ის რეზინის მილი ამოიღო უკაცრავად შლანგს რო უწოდებთ ვინისთვის შუაში გადაჭრა და ორივეს ჩაადებინა რა ნამდვილი ამბავი პეტერსონი გაერთო მეორე დღეს ვერ სუნთქავდა მილი დაადგა თავზე ოთახში თავისთან სად გაუშვებდა ეხა თავისთან ყავდა და ადე ეხა პახმელიაზე უნდა გამოგიყვანო მაგარი ის მაგ მომზადებულიო მეორე ოთახში გაყავს და ღვინით სავსე აბაზანაში ჩააწვიდა
და პეტერსონი, პეტერსონი ყვებოდა ამას თელიც, კი, ღვინით სავსე აბაზანაში შეაწვინა, და პეტერსონი იმდენად ემადლიერებოდა, ამას ხო ვერ წარმოვიდგენ. ხო, ისიც აღნიშნოთ კარიერის ხრივ, რომ 82-დან დაიწყო კილოგრამ წონი კატეგორიიდან, საუკეთესო უფრო ეპოქალურად ქონდა 90 კილოგრამ წონი კატეგორია, იმიტომ მოძრავი ეს მძიმე წონა არ არის და ბოლოს უკვე ასაკის ფაქტორიდან 100 კილოგრამშიც გამოდიოდა სამჯერ საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი, სულაც 1973 წელს აი რუსებმა თვით საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს და იმის მიუხედავად რომ შემდგომ კარიერის მანძილზე ქონდა არაერთი იყო ბიზნესთან საკმაოდ კარგ ურთიერთობაში ისეთი წარმატებულ ბიზნესმენად შეიძლება ლევანი ჩაითვალოს ასევე არაერთი თანამდებობა გუბერნატორიდან დაწყებული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრობი დამთავრებული ამის 45 წლის ასაკში განახევრდა კაცი როცა თვითონ აფხაზეთის ომის მონაწილე და ეს უიშვიათესი რამ არის როცა თავისივე ვაჟი ვახტანგი ხელში ჩააკვდა 1993 წელს მიშას ახსოვს ძალიან კარგად ეს ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედია როცა აეროპორტში აგვიფეთქდა თვითმფრინავი და აი თვითონ ჩააკვდა ხელში იმის შემდეგ 45-ის იყოს თვითონ პატარა ბიჭი იყო ლევან ახალგაზრდა რომელი 45 წლის კიდე შეიძლება ხალიჩაზე იყო კაცი რა ისე გაატანთი და განსაკუთრებით მე ბოლოს მინდა აღვნიშნო იცი და რაზე მწყდება გული ორ ფილმშია გადაღებული ერთი გიორგი შენგელაის ყველა ამინუ ხარება გოგია ხო ეს კენკოშვილის ის სახე რო შექმნა ხო მაგრამ წყდება გული რაზე ზუსტად 5 წლის წინ გამოვიდა ეკრანებზე ლევან ყოღუაშვილის ჩემთვის არის იმდენად აი შემძვრელი ფილმი აი სული და ხურცით ლევან ყოღუაშვილის და ქება ლევანს ხალხურის და რა კარგად მონახა რო ათამაშა პეტერა ესე იგი ყოფილი მოჭიდავე ახა უკვე ასაკს უკვე 70-ს მიახლოებული შვილის გართულებული იმის გამო და აქვე გაუსრე მოვლენებს კახას როლისთვის ლევანმა 2 ჯილდო მიიღო 2 სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე და აქ მოხდა უნიკალური რამ ხო ეს მეოთხე ბრაიტონი ნახული აი მას ის სლავი როა იმხელა ახალგაზრდა სამჯერ მძიმე რო აგდებს რეალური გადაღების დროს ლევანის იმას ყოღუაშვილს უთხოვია ტედისთვის რომ ბიჭო რა არის ვიცი მოდიო ცოტა ეს მოძრაობებიო ეგნებე ისექნა ისე და ის გამწარებული მოდი ეხა ჭიდაობას ვასწავლეთო რა და გამწარებული საერთოდ და არა ესო კადრისთვის რაღაც მინდაო და იმდენად გაბრაზებულა რომ ეხა უცებ ხოჩი მაინც ვერ გადაულიდა რომ აი ეს ამხელა უზარმაზარი საკმაოდ გაბარიტების მქონე სახიობი ვის თამაშობდა ისეთი გამოვდია რომ მოასარიო ლევანი ყვებოდა თვითონ ცხონებული ხელი დაუდეო თავქვეშ რომ არ დაცემულიყო მძიმეთო და ხელი მოწყდა და ამ ხელმოტეხილმა ბოლომდე მიიყვანა გადაღება და ყოღუაშვილს ეგონა რომ ყველაფერი ამ ხელა უზარმაზარი თანხას აიდან როგორ მოძიებული ყველაფერი ჩაუვარდა წყალში ვინ გაგაჩერებ შენ ბრაიტონში კიდე ზედმეტი მარტო ვიზის მიღება და ის და ეხა შენი ვინ გაცხოვრებს ის ყვარადა მეო რა შეკვირდი იმას გაიკეთებოდა ხელმოტეხილმა მიიყვანა ფილმი ეგ არ ვიცოდი ეს დეტალი წარმოგიდგენთ ეს დაუდო ხელი აი ეს რომ რბილად დაცემულიყო რა იმიტომ რომ ამან გაამწარ რეჟისორის ბრალი იყო რა აი მისი არა და აი 2 წლის წინ რა ვიცი თებერვლის მიწურულს გარდაიცვალა რა არ და შეუსრულდებოდა არაფერი რა ასაკი 78 აი 78 რა უნდა თქვა არ ვიცი უბრალოდ თაობები უნდა ზარდო რა ასეთ ადამიანებზე და ასეთ კიდე ერთ სიტყვის ხათაშორის ეს ბოლოს მინდა აუცილებლად თქვა რომ ბიჭო ხო იცი ეს ჩვენს გარდა რო არავის ეს ბოღმა ღვარძლი იქ რაღაცა მერე ვიღაცა შეიძლება რაღაც ხმა დაგიგდოს ერთი რა ვიცი ეხა პირადად ახლოს არ ვიცნობდი და ვერ ვიტყვი მაგრამ მე ვიცი მისი როგორი ახლობლებისგან იცი რომელიც ობიექტურობას თელი ცხოვრებას ცდილობენ რომ შეინარჩუნონ რომ ბიჭო შეიძლება ყოფილიყო რაღაც მომენტებშიო ხისტიო მომთხოვნიო ის ოღონ
გაუმართებულად ადამიანს არ დაჩაგრავდა. უბრალოდ ვიღაც შეიძლება რაღაც მომენტში ყოფილიყო დამნაშავე და ცოტა ხისტად მოეთხოვა პასუხი ისე მაგალითად ვიდრე სხვა განსხვავებულ, მაგრამ ისე რომ კაცი დაეჩაგრავო, ლევან თედიაშვილმა ისე გამდო ცხოვრება, რომ ვერავინ ვერ იტყვის მაგას, რომ აი წესიერი და პატიოსანი ადამიანი დაჩაგრავო. რა ეს იმიტომ ნიკო, რომ ძალიან ცუდად ხდება ხოლმე იშვიათად და მაინც ყურზე რაღაც რომ აუ ლევან რა. აი ეს იყო ლევან თედიაშვილი, თუ შეიძლება რაც შეიძლება მოკლედ ითქას. ეხლა ჩვენ გადავედით. თვითონ როგორი პორტრეტი იყო აი მართლა მოხიბლული. კი ძალიან. რაიტონი 4 მართლა გენიალურია და ისე ეს საზოგადოებას განუმეორებელია გას ხარება და გოგი იმას კი არ ვაკნინებ, მაგრამ ამას არ ახსენებენ, იცი, აი და ამაზე ცოტა აი გული მწყდება. თან ეს დეტალი შენაც აღნიშნეს ხო სასწაულია. და უკვე 70-ი ხდებოდა უკვე ზუსტად აი ეს სხვა არაფერი. კი ბატონო. ეხლა გადავიდეთ განუმეორებელ დიდებულ ქალბატონზე, რომელიც იცი რა გაცილებით მეც იმსახურებს. მოდი აი დავიწყოთ ნინიკო ძალიან შენდა. ალისა ასიტაშვილი, ყველა დროის ტიტულოვანი კალათბურთელი ქალბატონი. ქართველი ხო არ ნუ არა მარტო ქართველია. კი კახელია წარმომავლობით კახელია ძალიან მცირე რაღაცა პატარა სლავური ის ქონდა წინაპრებისგან თორე სუფთა კახელი ეს საგარეჯოა მეგონი. კი და თავარი არა მარტო კალათბურთელი სათამაშო სახეობებს შორის სათამაშო სახეობები ბურთია სახეობებს შორის ანუ საუბარია დაწყებული კალათბურთი წყალბურთი ხელბურთი ფრენბურთი ყველაფერი რაც კი ყველა ამ სახეობაში ჩვენ ამაზე ტიტულოვანი და წარმომადგენლობითი ფიგურა არ ყოლია არა მარტო ტიტულებით არამედ თავად როგორც სპორტსმენი ეხლა ჩვენი განაცემისინ არ მინდა ეხლა იმის ხსენება ერთი გლდანელი უკრაინელი გოგო იყო რაღაცა იმას ვიხსენებდი და იმას ალისი ქალბატონ ალისას უგურთხეულს როგორ შევადარებ თუმცა ისი ძალიან დიდი იყო ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენ გენეტიკურ უშუალოდ ვაიმე სუკია ის იყო ის ვაიმე ის იყო რაც იყო და მე შვილები და ეხა ამაზე მეთოდურად მივალ. მოლეთ სიმაღლით არ იყო ეხა მაინც და მაინც მაღალი ნუ 1.70 სანტიმეტრის გამთამაშებელი, იმიტომ რომ ანალიტიკური აზროვნება ძალიან ერთი რაც ვიცი და რაც მოვიძიე რომ ძმა თამაშობდა, ძმა იყო კალათბურთი დაკავებული და დიდი ალბათობით სწორედ ძმის კალათბურთელობის გამო შეუყვარდა კალათბურთი და დაიწყო აი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და სანამ გახდებოდა თბილისის ბურევესნიკის და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, მოდი აქვე შენებართვით გაუსწრებ ნიკო მოვლენებს რა სულ ჩვენ ქონდა ქალთა კალათბურთის აი ოქროს ხანას რომ უწოდებთ იმის და ორჯერ საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი ეს სასაულია იმიტომ რომ მე რო უკვე სკოლას ვამთავრებდი იქ უკვე აი ბურევესნიკი ვარდებოდა პირველი ლიგიდან და მე საერთოდ პირველ ლიგაში გუნდი აღარ ყავდა და უკვე სხვა ეპოქა მოდი აი იქ იყო პირველ ლიგაში რომ მაქსიმუმ აქ ორჯერ ვიცე-ჩემპიონი და ისიც მინდა აღნიშნო რომ სულ ორადორი ქალბატონი იყო ალისა და ასევე ნელი ტატიშვილი ეს იყო აი ამ იმ ოქროს თაობის სულიშამდგმელის ლյოვა ჯეკონსკის რომელიც საკმაოდ კარგი კალათბურთელი იყო და მწვრთნელი გენიალური იყო და აი ამან შექმნა ეს მისი მეუღლე იყო ნელი ტატიშვილი ორადორი ქართველი რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოიძახეს და ალისა ასიტაშვილმა ორჯერ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ახლა ისიც მინდა აღნიშნო რომ როგორ მოხდა ბურევესნიკში, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მეორე წელს უკვე სკოლის მოსწავლემ ჯერ კიდე ეგრეთ წოდებულ ტონოში განათლების სამინისტროს გუნდი იყო, ეგრეთ წოდებული ტონო ერქვა, ეს ჩვენმა თაობამ იცის მიშა კარგად, დაიწყო იქ თამაში და შემდგომ უკვე უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო სწავლა ეგრეთ წოდებულ გპ-ში, სპიშ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე და აი აქ გახდა გუნდის კაპიტანი და აქედან უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრებში აი ჯეკონსკის რეკომენდაციით უხმო მწვრთნელი იყო მაშინ ივანე ლისოვი იყო და არაფერი რუსი არ ქონდა გადაკეთებული ქონდა ყველაფერი ესტონური წარმომავლობის იყო რუსი მაინც არ გააკარებდა ამას და ეხა ორგზის ევროპის ჩემპიონი ეხა ნახე რა ხდება საერთაშორისო მეგობრული თამაშების ორგზის ჩემპიონი მსოფლიო უნივერსიადის ვიცე ჩემპიონი და ხდება საოცრად ბანალური და ალბათ ნუ რა თქმა უნდა ამას ეხა მხოლოდ ბანალურით ვიფარგლები ისტორიული შანსი 1961 წელი რიოში მსოფლიო ჩემპიონატი მის გარეშე ტიტული და მაშინ საბჭოელმა ქალებმა რაც იყო გუნდში როგორ მოიგეს იცი
მეტოქე ტოლსტოი რეალურად აი 2-20 წუთიანი ტაიმები იყო, ეხლა ის 4 პერიოდი 10 წუთიანი იხანძლება 2-20 წუთიანი. ანუ პირველი და დიდ შესვენებაზე რომ მიდიოდნენ პირველი ტაიმის შემდეგ, თამაში უკვე დამთავრებული ჰქონდათ. იყო 25, 30, 35 ქულა სხვაობა ის და რა მოხდა? მეორე ვაჟზე დევიზე იყო ფეხმძიმედ. და ამის გამო ვერწავით. ემიდა მეუბნები ამ უკეთილშობილის ადამიანს რომ შენ ყველაზე ძვირადღირებული ის ხალმეთქი რა მოვლენილი ამ ქვეყნად. ხო, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონობა შეეწირა დევის დაბადებას. მარე ღირდა, რა თქმა უნდა, ღირდა და ამაზე ვიტყვი ახლა. ახლა რა მოხდა? 56-ში თუ 17-ში შექმნა ოჯახი ლეგენდარული ქართველი წყალბურთელი, რომელიც ისტორიაში აი სორუპოვარ ადგილს იკავებს რაღაც პერიოდი ეს არ მინდა ეხა ამას საუბარი, მოკლედ ნოდარ გვახარია მისი მეუღლე. მცირე ხნით თამაშობდა მოსკოვის დინამოში და გამოდიოდა ასევე 56-ში ხო მელბურნის ოლიმპიადაზე, აი ოლიმპიადა რო დამთავრდა, წამოვიდა თბილისში, როგორ ჩანს უკვე რაღაც გადაწყვეტილი ჰქონდა და ეს ასეთი დამთხოვების არ მჯერა, მოსკოვიდან დაბრუნდა და იქორწინა ქალბატონ ალისას. და შეიქმნა როგორი სპორტული ოჯახი. ეხლა ნოდარ გახარიძე ამას ცალკე პორტრეტ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ეს არის ყველა დროის ლეგენდარულ ქართველ წყალბურთელებს შორის, იცი რა, აი წყალბურთზე რო საუბრობ ისტორიაზე, იქ რო ნოდარ გვახარია არ ახსენო, უბრალოდ არ გაპატიებენ. არა, ნუ ეხლა გეტყვიან რომ ბიჭო შენ ამას, ნუ აი ამ დონეზე. ახლა რა ხდება? ერთი მეორეზე უკეთესი შვილები გააჩინა, 2 ვაჟი და 1 ქალიშვილი და ახლა უფროსი გიორგი გვახარია უკვე აი როგორ გარბის წლებში შერავ 70 წელი მიტანებული. ეხლა ეს მარეგულირებელმა რომ რეკლამაში არ ჩაომართვას, ერთ-ერთი თბილისის აი ისეთი წარმომადგენლობითი და იმ სამედიცინო დაწესებულების ამასინათ ვამოწმებდი რაღაცა უახლესი 2 თუ 3 კვირის განმავლობაში ჩაწერაც კი შეუძლებელი იყო ისეთი რიგებია. ზოგადი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. აი წარმოგიდგენია და ეს ამას ამთავრებ ვირსალაძის ეპოქაში. არა, ნუ ანუ იქ რა ინტელექტზე და იმას. ნაკლები განათლები და ინტელექტი და არც ეს ჩემი საყვარელი დევი არ გამოიჩევა. ეს უკვე გამოჩენილი ქართველი წყალბურთელი, დევი წელს 65 წელი უსრულდება დაბადებიდან. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და და გიორგი იყო საკმაოდ ნიჭიერი, მაგრამ ვერ გაყვა სპორტს, როცა დადგა, იმიტომ რომ ეხა უნდოდა ექიმობა და ეხა მედიცინა და პროფესიული სპორტი ეხა თან მაშინ იმ ხანაში ფაქტიურად 18 საათი უნდა გესწავლა დღეში, 18 საათი და ეხა შენ გახსოვს ეგ ეპოქა წარმო. დევი დარჩა წყალბურთში, იყო თბილისის დინამოს ბირთვის ისეთი გამორჩეული წარმომადგენელი და უკვე წლებია მოღვაწეობს მსვნელად, ყველა ასაკობრივი ნაკრების მსვნელი იყო და იცი რა, აი ხო 65-ის ხდება, რო უყურებ, იცი როგორ არის, აი ეს ოჯახის კუთხით მინდა აღნიშნო ყოველგვარი ლამაზ სიტყვის გარეშე. ეს ინტელიგენტი, უკან გადაწეული თმებით გა, დევისგან ხმამაღალი სიტყვა, არ აიმე ხისტი, არა, იმაზე ხო რა, აიმე იმაზე ხო ბილცი, ხისტი სიტყვაც კლასიკური ინტელიგენტია რა. ხოდა, ეხლა რა ხდება? 2 შვილი და 3 შვილთაშვილი. სამწუხაროდ ჯერ ყველა სპორტს მიღმა რა. ანუ ხოდა ეს, მაგრამ მე ეხლა მინდა აი 2 რამ აღნიშნო. იშვიათია ეს წეგან თქვით კიდეც რომ სათამაშო სახეობებში ჩვენ ამ დარი და ამ ტიტულების კონე ქალბატონი არ ყოლია. არა ვართ განებივრებული დიდი სპორტული ოჯახები. მე ხედულობაში მაგ დიდს ამ შემთხვევაში, როცა ორივეზე წარმატებულია, თორე სპორტული ოჯახები ბევრია, მაგრამ ნუ შეიძლება ერთი დიდი იყოს, მეორე ეს ორივე გენიოსი რა. ნუ ეხა ხო წარმოგიდგენია, ქალბატონი ალისა და ცხონებული ნოდარი, ეგეც ისეთი ის იყო 64 წლის ასაკში გული შეტევის შედეგად კაცი რომელსაც ცხოვრებაში სიგარეტი არ აუღია და 2 ჭიქაზე მეტი არ დაულევი, შეიძლება 2-ც არ ქონდა დალეული ცხოვრებაში. აი წყალბურთელი, აი იმ დათვე რა არის, რა ბედისწერა, ნუ. აი ესეც ხო იმასთან არის. და ქალბატონ ალისაზე მინდა რაღაც გავიხსენო ძალიან ისეთი საინტერესო რამ, რომ იუგოსლავიაში ყოფნის პერიოდში იყო აი რაღაც თავის იცი, აი ეს აზიური შარმი ქონდა მის კალათბურთის ტიტული უბოძეს. მერე საფრანგეთში ამას იხსენებდა სულ ვიწრო გარემოში არ უყვარდა. ეს არის რომ არც ერთ მათგან საუბარი არ უყვარდა. არა
არა, ნუ აი ხა გიორგიმ რაღაც ეთქობა, იმიტომ რომ ახარო კითხო აი აქ ეთერიდან დევის მისი ხო აი რამდენი ასეულზე მეტი შეგირდი ყავს. აი რამდენმა იცის რომ ვინ იყო დედამისი და როგორი დედა ყავდა დარწმუნებული ვარ რომ დიდ უმრავლესობამ თქვა, მაგრამ ეს ჩვენი ბრალის არის, უნდა უთხრა. ამ ეს ზედმეტი მოკრძალება არ არის, ხო? თან საქართველოში, ხო? ეს ცოტა იმაში გადადის. იმ მონტანმა დაპატიჟა ვახშამზე, ხო? ნუ ლეგენდარული ფრანგი მომღერალი საქმე, რა ვიცი. ბალტიის პირელ ქალებთან ერთად მოეწონა და გამოვარჯია მონტანმა რა 4-5 ქალი დაპატიჟა. მაგრამ გემონება ქონდა იცოს ბალტიის პირელი ქალები და ქალბატონი რა ის კგბ-ს როგორც მაშინ რუსები ამბობდნენ ნასტაიაჭელე რეკომენდაცია დაჟინებული თხოვნით რა თქმა უნდა ვერ წავიდნენ და აი არაფერი არ მიუღია ცხონებულს რამხელა ტიტულები და ის ერთადერთი რაც რა ბინა რა ეს მე ნოდარი ყველაფერს ნოდარი აქ ნოდარი ძალიან დიდი ფიგურა იყო აი თვითონ ხო ბოლო ხო შეიძლება ვიღაცას დაეჯილდოებინა ორგზის ევროპის ჩემპიონი ყავს ბიჭო ყველაფერს თავი დაანებო ერთადერთი ხრუშოვის გადაცემული მაჯის საათი და აქაც სერიოზული კურიოზი მოხდა ეს მოხდა საბჭოთა კავშირის სპარტაკიადის დამთავრების შემდეგ პირადად ხრუშოვი თავისი ამალი სრული გენსეკი ამ გენსეკის სრული შემოადგენლობით ესწრებოდა და გაუფრთხილებიათ ალისა ყვავილებიო რომელიმე პოლიტბიუროს წევრს უნდა მიცე და არ მიცე ხრუშოვს ხრუშოვისთვის სხვა ყავდათ გამიზნული და ისი აღელდა რომ დაუცდა ფეხი და ესენი უარესად ღელავდნენ და გადაჯეგეს გოგო მთელმა გუნდმა ეს ხო წაიქცა და მთელმა გუნდმა ზედ გადაუარა და ამბობდა რომ საერთოდ კარიერაშიც არ მქონიაო მსგავსი აი ტრავმის საიშროების საფრთხე ნუ საბედნიეროდ გადარჩა რა ნუ კალბურთი და წყალბურთი ხო ეხა წყალბურთი დავისთავად ეხა მეუღლე ეს გენიოსი შვილი უნიჭიერესი ფეხბურთი უყვარდა ჩოგბურთზე გიждდებოდა მაგრამ აი ესენი როგორ ვერ ჩაერთენ და ახლა სხვათა შორის ბოლოს მინდა დავამთავრო რომ ამ ორი ნაი გიორგიზე ხო ვისაუბრეთ ჩვენ და ისეთი უკეთილშობილესი ადამიანი და ძალიან ისეთი მინდა მადლიერებით აღვნიშნო და ის რომ აი დევის რესურსის არ გამოყენება და იმედი ეს გაგრძელდება ბოლო მომენტში ბოლო პერიოდში სანამ საწყლო სპორტსაღებო და ხელმძღვანელობა შეიძლება დევი იყო უმრწმეს საქართველოს არა უმრწმესი 15-ია ბოდიში 16 წლამდელთა ნაკრები საქართველოს ნაკრების თავარი მსმენელი მაგრამ რა დევის რაც ბევრჯერ უსვავ ხას შეიძლება ქვად ვიღაცამ ვერ ითამაშოს, მაგრამ მის გვერდით და მის ხელთ კაცი იზრდება. აი ყველაზე და ამ რესურსის გამოყენება მე იმედი მაქვს, რომ საომავლოდ გაგრძელდება. ქალბატონი ალისა ასიტაშვილი, ვინაც როგორჯერ კარიერის მანძილზე და მის შემდგომ ძალიან დიდ სპორტულ დინასტიას დაუდო სათავე და ჩვენ კი იმის იმედით, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად ეს გენიდან ეშტო კიდევ იხეთებს ასეთი კალბურთის ისტორია. რა თქმა უნდა. კალბურთის და საერთოდ სპორტის. აი ხა უცებ რომ წარმოვიდგინო რომ აი ეს სათამაშო სახეობიდან რომ ვინმე გახდეს ევროპის ორგზის ჩემპიონი რა ნუ. არა დიტო მე მაინც გირჩევ რომ მაინც გადაცემები რასაც ძველ რადიოში შენით რო სრულდება ეს ყველაფერს თავი რომ მოუყარო და გამოსცე. ახლა რა არის სამწუხაროდ იმდენად წირი დროა რომ რამდენია დარჩენილი ჩვენ შეგვიძლია შეგვიძლია მოვასწრებთ რა არ მინდა ის უკეთილშობილესი ადამიანი დავტოვო ეს არის გიგა ანატოლი ლევანოვიჩ ნორაკიძე ოფიციალურად ანატოლი ერქვა ყველა გიგას ეძახო და არავის არ უწოდებია მისთვის გიგა სხვა შორის აი წეგან რომ ვახსენე ის სპორტული ჟურნალისტების მიერ მოწყობილი გასული საუკუნის მწვრთნელებს საფეხბურთო სამყაროში დასახელდა მესამე ნომრად და ამას აბსოლუტურად არ ვიზიარებ პირველი უდავო რა თქმა უნდა ცხონებული ძიავალა ეს არის ანდრო ჟორდანი ეს არის ქართული ფეხბურთის მწვრთნელთა პატრიარქი თავმად შეიძლება ითქვას ბევრი ფაქტორის გამო და ჩემთვის უდაოდ მეორე ადგილზე არის რა თქმა უნდა გიგა ნორაკიძე ოჩამჩირელი დაბადებიდან შეუსრულდებოდა 96 წელი მეცახელი თამაშის დროს და ალბათ
ეს მე არ მithქვას რომ ვიღაცა რიჟა უნიჭიერესი გონება გახსნილი მეორე მსოფლიო მოედანზე გააზრებული თამაში გრძელი უზუსტესი გადაცემები აი ცარიელი და აი ეს ტვინი გამოადგა შემდგომ მსვლელობის ჟამს დაიწყო მშობლიურ ოჩამჩირის მაშინ დინამო ერქვა ამირანი მერე გახდა მერე განაგრძო სოხუმის დინამოსი თამაში და მერე უკვე თბილისში გადმოსვლის შემდეგ გახდა გუნდის კაპიტანი ეგრეთ წოდებულ ტოდოს ოფიცერთა სახლის კაპიტანი და თბილისის დინამოშიც ითამაშა მცირე ხნით სხვათა შორის კარიერა დაასრულა ფეხბურთელის კარიერა 59 წელს და აქედან იწყება უკვე რაღაც აი გამორჩეული სამსვლელო კარიერა თავარი აი მე ზეგან ძიავალა რო ვახსენე შედეგთან ერთად, შედეგზე უფრო მეტად გიგას ჰქონდა ცხონებულს საოცარი სელექციის უნარი. არა, აი იგივე ქუთაისის ის რო კარლო ხურციძეს რდიდა, ბავშვები და ყველაფერი, მაგრამ იმას ხო უნდა მოძიება, მე ესე კი არ იყო ვიღაცა მოგიყვანდა და შენ იქ დაგისვავდა, არა. ეგ შენ მახვილ თვალს უნდა შეემჩნია იქ როდის ამოგიყვანა, როდის იქ შემადგენლობაში გაგემწესებინა, მე ის იზრდებოდა და ამ გაზრდაში უკვე უშუალოდ შენ იღებდი მონაწილეობას. აქ აღვნიშნე, უბრალოდ ეხა რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოთვლი, მარტო რა ადგილს, აი რეზო ზოზუაშვილი, ორივე ძმები, გივი და ლეონოდიები, ზორბე გებრალიძე ამბროსიჩი, ოთარ გაბელია, კოსია, თამას კოსტავო, თენგიზ სულაკველიძე, რამა შენგელი. ეხა ამას ეს რა ხალხი ჩამოთვალი, ამა თვითომსვლელი რო ყოლოდათ, ხო, ის თვითომსვლელს ეყოფოდა უკვე სერიოზულ კარიერას და არათუ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი როლი ქუთაისის ტორპედოს. აი თუკი ის შედეგი მაინც არ დგებოდა, ეს უკვე უკავშირდებოდა მატერიალურ მხარეს და ეგრეთ წოდებულ დინამოს პირველობას. ის ანუ ის რომ დინამო და მორჩა შენ იქიდან არ მოგცემენ მეტის და უკეთესის გაკეთების შესაძლებლობას. აქ იყო მატერიალურად კიდე იმდენად არ გონია ქუთაისში მაშინ ყოველთვის მოიძებოდა ისეთი ფული რომ აკერა ბავარიასაც შეიძლება არანაკლები ბიუჯეტი, მაგრამ იქიდან არ გაცლებდნენ. აი იქ, სადაც ზაღლის თავი იყო დამარხული, მე აღნიშნოთ აუცილებლად რომ სამსვლელო კარიერა ქონდა 61-94 წლებში 33 წლის მანძილზე, დაიწყო დებიუტი სენაკში, მაშინ ეგრისია ერქვა, კანთიადი ერქვა და მე სოხუმის დინამოში და ცხუმში. აი უშუალოდ ჩვენი აფხაზეთის დედაქალაქის თავარი გუნდის სათავეში სამჯერ იყო და ბოლოს იყო 1991 წელს ულამაზესი გუნდი რომლის თამაშის სანახავად ნახევარი სტადიონი ივსებოდა და თუნდაც ცხუმი გურიას საქართველოს თასის ფინალი თავმად შეიძლება ითქვას რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე საუკეთესო მატჩად რჩება. ბოდიშს მოხდით თუ ვიღაცა სხვა აზრი აქვს ისე თუ მომასვლით ამ თამაშზე ხარისხი და სანახაობრივი ორივეს გაერთიანებულს გულისხმობ მადლიერი დავჩები, იმიტომ რომ არ ვიცი, ეს მარტო ჩემი სუბიექტური აზრი არ გახლავთ. სავსებით ლოგიკური და მართებული იყო რომ 1991 წელს უკვე ახლად შექმნილ ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, რომელსაც 92 წლამდე დამრიგებობდა და ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა მაშინ 4 შეხვედრა ჩაატარა. უცნაური რამ შეემთხვა, თუმცა მაშინ ვინც ქართული სპორტის სათავეში იყო, იმისგან საერთოდ არაფერი არ გამიკვირდება, სულ რომ ის თეთრზე წითელი ისე თქვა, კერძოდ რა 1968 წელს მიიღო საბჭოთა კავშირის დამსახურებული მსმელის წოდება და 2 წლის შემდეგ მიიღო საქართველოს დამსახურებული მსმელის წოდება. ყოველთვის იყო პირიქით. ჯერ შენში ფასდებოდა და მე ის ეგრეთ წოდებული ბჭყალში გაგებიდა უფროსი ძმა, მე შენი რეკომენდაციი და სხვადასხვა მართული აქ პირიქით მოხდა, მაგრამ ეს რომელი ეპოქაა, იცი? აი ქართული სპორტის სათავეში არ ვიცი რა უწოდო რა, ნორმატიულ ლექსიკაში ვერ ჩაჯდა. მიშა მესხირო ფეხბურთიდან გააგდო. აი იმაზეა საუბარი. ეხა იმისგან რამე გაგიგიზა, ნორაკიძეს ის არ მიცა ტიტული და რაღაც ეგ გაგიკვირდება, გენიალური მესხი გაგიგდო იქიდან. ხო, და ეს აღნიშნე რა. მუდმივი თამაშემწყი ყავდა. კიდე ეგ მინდა აღნიშნო და მაგაზე სულ იყო
თვისტომელი იყო, ოჩამჭირელი 6 წლით პატარა, გარი სორდია. არა, გარი სხვა შორის ფეხბურთელობისაც ის ხო, მაგრამ არა, რაღაცები იცოდა. აი, იქ ტორპედოში და აქ ჭირდებოდა რაღაც და ეს თავარი მსვლელი ადმინისტრაციულ და სხვა მნიშვნელოვან გვერდით საკითხებზე არ უნდა ბოცდეს რა. არა, ეს მაგარი უგვარებდა ხო? ის აგვარებდა, კარგად აგვარებდა გარის არასოდეს არავის და პრობლემა არ ქონია. ისე შამჭირელი იყო ხო? კი, უბრალოდ ცოტა უმცროსი იყო, 6 წლით უმცროსი იყო რა. ხო, სხვათა შორის გარის ქალიშვილი ამ წუთში ვერ გეტყვი, მაგრამ წლების განმავლობაში მგონი ახლაც არის თუ არ ვსდები, საქართველოს ქალთა ფეხბურთის თავკაცია. ქალიშვილი ქალთა ფეხბურთის. არა, მგონი ახლაც არის კაცო, რატო ის. ეს იყო გიგა ანატოლი ნორაკიძე, რომელიც აი თავმად შეიძლება ითქვას ძვირფასო მეგობრებო, მოდი ახლა ძველზე და ახალზე ჩვენ არ ვსაუბროთ. ხო ხტებით რომ შეგნებულად არ ვსაუბრობ და თუ ვისაუბრე, ეს არ მინდა. დიაოლა პირველი, აი რაც მართლა ისტორიაში გამორჩეული იყო და მეორე გიგა ანატოლი ნორაკიძე, რიჟა, რომელმაც აი მართლა უდიდესი ეპოქა შექმნა და უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფეხბურთის და იმ დინამოს მეორე ოქროს თაობის შექმნაში. ვარო რო ყველა ხა აი ოჯამჭირელი ხო იყო, ხა ვიტალი არ გაუზდია, ვიტალი კაგუბაუმ გაზარდა, მაგრამ აი გიგა რა ჩამოთვალე მარტო ეს ხალხი. მარტო როგორ რამდენი ხალხი ჩამოთვალე ხა გაბელია, კოსტავა, სულაქველიძე, შენგელი და ხო და ნუ ხო ამბად გარეშე ხო წარმოუდგენელი იქნებოდა ის შედეგის და ის თამაშის და ის დინამოს. აი ესეთი იქნებოდა, რომელიც სამწუხაროდ კიდე დიდხანს იმოღვაწეობდა 65 წლის იუბილემდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა 1995 წელს და მაშინ იყო საკმაოდ ისეთი თვითყოფადი კლუბი არ გაგეცინოთ, უბრალოდ ცოტა უცნაური სახელი ჰქონდა თბილისის ანცი. ესე ტრიბუნი და ანცი მანცი ბეჭო რა და ხო და არა ნუ ის მაგრამ ისეთი გუნდი იყო რა ხო და აი მას ედგა სათავეში და დარწმუნებული ვარ რომ რიჟა კიდე ნუ ალბათ რა ერთი მინიმუმ 5 წელი მაინც სუმცირე არ დაამთავრა თუმცა რა იმდენად დიდი პიროვნება და ფიგურა იყო ასე რომ ეს მოხდა 1995 წლის 27 თებერვალს რა დიტო ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ისტორიებისთვის ხო ჩვენ არა მარტო როგორც აღნიშნეთ წარმატებებზე და სპორტულ კარიერაზე ზოგადად ვსაუბრობთ ამ კორიფეებზე ამ ძალიან საინტერესო ადამიანებმა რომლებიც ქართული სპორტის ისტორია დაწერეს მადლობა მართლა დიტო და ყოველთვის ველოდები შენ სტუმრობაში მას ეთერში და სიამოვნებით გისმენდა ბევრ ამის ვიგებ და მე ამით ტრაბახობ კიდე სხვა და თქვენი ნებართვით სულ 5 წამი მომავალ შაბათს ძვირფასო მეგობრებო მიშა მესხის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მე დაგპირდით რომ ეს არის უკვე მედლის ანუ მეორე პორტრეტი ძირითადი მიზეზები რამაც მიხეილ მესხი ოჯახს და ქვეყანას და სამყაროს ესოდენ ახალგაზრდა ასაკში სულ რაღაც 54 წლის ასაკში გამოაცალა. აი ამას ერთად მაგახლა თავმოყრილი და ამით დავიწყებ ჩვენს მომდევნო გამოშვებას. ეს კი ყოველივე უკვე მომავალ შაბათს 25 აპრილს. მადლობა და დღეს დავემშვიდობოთ. კი, ჩვენი გადაცემა დასრულდა უკვე სასიამოვნო შაბათ-კვირის გატარებას გისურვებთ. მადლობა, ნახვამდის.